ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. საქართველოში თევზის კულტურას ისტორიული ტრადიციები აქვს. ძველად ჩვენს მდინარეებში, მათ შორის რიონსა და მტკვარში, თევზის მრავალი სახეობა ბინადრობდა და ის ქართულ სუფრაზე ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ საქართველოში უთევზოდ პურის ჭამა არაფრად მიაჩნდათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თევზის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვადასხვა დღესასწაულებზე ჭირსათულ ხინში თევზისგან არაერთი კერძი მზადდებოდა. ჩვენ თევზის ქვეყანა ვარ და ყველა რეგიონს აქვს თითო ოროლა, მაინც განსაკუთრებით ეს შემონახული არის აფხაზეთსა და აჭარაში. თევზის გამოყენება იგივე დაუშვათ ქაფშია გეტაღანეირო აქვთ ლაზებს, მთელ აჭარაში ცნობილი არის. იგივე დაუშვათ არცად არ იყო იმდენი გამომშრალი თევზი, იმიტომ რომ ჭაობიანი ტერიტორია იყო და თევზი მალფუჭებადი აფხაზეთში ყველა ოჯახში ეკიდა გამშრალი თევზი. და ისტორია რომ მოვიშველიოთ, ქსენოფონტე წერს ასეთ რაღაცას ანტიკური ეპოქის მხედართმთავარი, რომ მოსინიკებთან რო შემოვედითო, მოსინიკები მეგრელჭანების წინაპრები არიან. მათ სარდაფებში ვნახეთო უამრავი ზღვის ღორის ქონი. ზღვის ღორი არის პატარა ზვიგენი. ომეგა-3-ით აკეთებდა სადილს, აზზე ხართ, ეხლა რა დრო იყო. ამიტომ იყვნენ კარგი მებრძოლები და ტვინიც და მეხსიერებაც ყველანაირი ჰქონდა და ეს კულტურა ეხლა ზღვის ღორი საერთოდ არიძებნება შავ ზღვაში, როგორც ხონთქარი ამოწყდა. ხონთქარი არის ჩვენ რო ბარაბულკას ვეძახით, ეს თევზი. ყველაზე დიდი ხონთქარი ზომით და ყველაზე ხარისხიანი იყო შავი ზღვის ზოლზე. ჩვენ სანაპიროებზე და ეხლა არ არის, ამომწყდარია ფაქტიურად. აი ამიტომაც განაშენიანება იქნება ხელოვნური სამეურნეო თუ ისე რაღაცები დაუშვათ იქ ზოგიერთ რეგიონებში, მაგალითად ხელოვნურად სვამენ კალმახებს და ეს რაღაცები სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამაზე მუშაობს. ხო, იგივე ელკანას მეურნეობა, იგივე ჯიღაურას საცდელი მეურნეობა, საოცარ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ალბათ ეს არ არის საკმარისი. თევზის ტრადიციამ თანამედროვე საქართველოში თითქოს შესუსტდა, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნის ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხმარებული თევზის დიდი ნაწილი კვლავ იმპორტირებულია. ჩვენ ვართ არა მარტო ზღვის ქვეყანა, არამედ ვართ მდინარეების ქვეყანა, ანუ აკვაკულტურის ქვეყანა ვართ. სულ რო ზღვა არ გქონდეს, იმდენი მდინარე გვაქვს, რომ ბევრ ქვეყანას შეშურდება, ხო? თუნდაც იმითი, რომ ამდენი ჰესი გვაქვს და ასე შემდეგ. ასევე ვართ ჩვენ თევზის ქვეყანა ვართ ნამდვილად, იმიტომ რომ ნებისმიერი ფრესკა, ნებისმიერი სუფრა თუ გაგახსენდებათ სარიტუალო, რომ თევზი არ იყოს, არ არსებობს მსგავსი რამე. გინდათ ქელეხი იყოს, გინდა ქორწილი და ასე შემდეგ. მარხვის პერიოდში 2-3 თევზიც კი არსებობს სუფრაზე და მე თვითონ ვიმუშავე თევზის წიგზე, თუ იცით ეს თემა, თევზი ქართულ სამზარეულოში, გამოვეცით აჭარის ტურიზმთან ერთად, კვლევა ჩავატარეთ და 70-ზე მეტი რეცეპტი არის თვითონ წიგში შეტანილი. სხვადასხვა პროდუქტით, მარტო თევზი კი არა, თევზი, შიგნეულობა, ზღვის პროდუქტები და ასე შემდეგ. ახლა ზღვის პროდუქტები ბევრი არ მოგვეპოვება, მარტო მიდიები გვაქვს და მდინარის კიბორჩხალა და ასე შემდეგ. თემა ის არის, რომ ზოგადად რთულად საწარმო პროდუქტია და არ გვაქვს ეს წარმოება არ გვაქვს თევზის, რომელიც ოდესღაც იყო და აღარ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა და ასევე უფრო ძვირიანი პროდუქტია, ვიდრე ვთქვათ, ჩვეულებრივად სხვა პროდუქტები. ამიტომ ამაში უფრო არის პრობლემა, რომ სიძვირე ჩვენი ან სყიდველთუნარიანობა ვერ ეწევა ამას და პოპულარიზაციაც უნდა ახრიდან მოხდეს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის პოპულარიზაციაც აკლია. ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველას თავში აქვს, რომ აი ჩვენთა თევზი არ არის და აი
სულ მიკვირს ხოლმე როგორ რა თევზი არ არის და რა თევზი არ არის. გახსენდებათ თუნდაც ფრესკები რო ავიღოთ და თუნდაც ფიროსმანის ნახატები არ არსებობს, სუფრა სადაც თევზი არდევს და აბა ეს რა არის ხო? ეს არის ზუსტად რომ ძვირი არის პირველ რიგში, წარმოება არ არის და ეხლა ნელ-ნელა ხდება რაღაც გაჩნდა ტბები და ხელოვნურად იწარმოება. თუნდაც ის რომ ამდენი ქაფშია გვაქვს ქვეყანაში, შავი ზღვა ცნობილი არის ქაფშიათი, რომელიც ანჩოუს რო ვეძახით, ზუსტად ეგ არის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული და ძვირადღირებული პროდუქტი არის და თითქმის ცეზარის სალატშიც კი ანჩოუსით კეთდება соуსი, ხო? აი ისეთ დონეზე პოპულარულია და ჩვენთან არ არის წარმოება. აბა წარმოიდგინეთ, აქ მოიპოვებენ, მიაქვთ თურქეთში და მერე უბრუნდება ჩვენთან და ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თევზის წარმოების განვითარება. ისევ მივდივართ აგრო პრობლემებთან. ეხლა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სოფლის მეურნეობა ზოგადად ეკონომიკის დიდი გამწევი უნდა იყოს, მაგრამ როგორც იცით, ან განვითარებულ ქვეყნებში 2 სადღაც 5%-მდე არის სოფლის მეურნეობის წილი. მაგრამ ზუსტად კოვიდის მერე ცოტა შეიცვალა ეს და გაჩნდა რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობა იყოს განვითარებული და მარტო უცხოეთზე არ იყო დამოკიდებული და რა ისევ და ისევ ამბობ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჰორეკა და გასტრონომიული პროდუქტის განვითარებისთვის. სპეციალისტების შეფასებით, დაბალი ადგილობრივი წარმოება იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ზღვისა და ტერიტორიალური წყლების რესურსს ვერ იყენებს. ნინო ჩხობაძე გვეუბნება, რომ საქართველოს თევზჭერის ფლოტილიაც კი არ გააჩნია. არადა ქვეყანას ევროკავშირის ბაზარზე თევზის გაყიდვა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შეუძლია. ანუ, გასაყიდი რესურსი, ბუნებრივი სიმდიდრე, თევზის სახით გვაქვს, გასაღების მრავალმილიონიანი ბაზარი გვაქვს, არ გვაქვს საწარმოო და სარეალიზაციო ჯაჭვის აწყობის უნარი. ვიყენებ თუ არა ზღვას, ცოტა არის პრობლემატური, იმიტომ რომ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს ზღვის და ტერიტორიალური წყლების და მათ შორის ეკონომიკური წყლის. ყველა ქვეყანას, საზღვაო ქვეყანას და ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ, აქვს შესაბამისი ატრიბუტები, რომელიც უნდა გქონდეს. მას უნდა გქონდეს თევზჭერის ფლოტი, ან ფლოტილია რეალურად, უნდა გქონდეს სამხედრო ფლოტი და უნდა ყავდეს ადმირალი, ცხადია. ჩვენ არც ადმირალი გვყავს, არც ფლოტი გვყავს, არც ესე ვთქვათ, თევზჭერის ფლოტი გვყავს. არის ცალკეული გემები და ძირითადში თევზჭერის ლიცენზიები გაცემულია თურქ მეწარმეებზე ან ქართველებზე, რომელიც ფრახტავენ, ანუ მოყავთ თავისი გემი და ფლოტილია, როგორც ასეთი თევზჭერის ფლოტილია, ჩვენ არ გაგვაჩნია, აღარ გვყავს და შესაბამისად არის ცალკეული გემები. დარჩენილი. ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ ათვისებაზე, წყლის რესურსების, ანუ ზღვის რესურსების ათვისებაზე, მოდი ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია ლიცენზირება, კვოტირება, ყველა ეს ატრიბუტი არსებობს, ნებართვები გაიცემა, ოღონდ ჩვენ ეკონომიკურ აგენტებზე არ გაიცემა უпростоროდ ჩვენ აგენტებზე, მაგრამ მათ თავისი გემები არ აქვთ, როგორც წესი. ამიტომ არის პრობლემატური თემა, ანუ ჩვენ საზღვაო ფლოტილია, მეზღვაურები გვყავს, მაგრამ აი გემები არ გვყავს. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ეს აუცილებლად იქნებოდა თუნდაც ლიზინგის მეთოდით შემოყვანილი გემები, რომ ჩვენ რესურსი ჩვენ თვითონ გამოვიყენოთ. ჩვენი რესურსი, მით უფრო რომ ასოცირების შეთანხმებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია თევზის ზღვის პროდუქტებით, ანუ თევზით ვაჭრობა ევროკავშირში. მაგრამ როგორც შიდა წყლებში მოპოვებულია, ასევე ზღვაში. ორივე მიმართულებით ჩვენ საკმაოდ მოვიკოჭლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ტბორები ბევრმა გააკეთა და რაღაცა ფერმები არსებობს, მაგრამ ეს მაინც არის ზღვაში წვეთი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ამას არ ვიყენებთ. იყო მოსაზრებები ზონირებებთან დაკავშირებით, იყო მოსაზრებები, როგორი ზღვაში როგორი ფერმები გაკეთდეს, იყო ბევრი წინადადება ესეთი ტიპის, ჯერჯერობით
რამდენიც მე ვიცი, ძალიან გვიჭირს ასეთი რაღაცების გაკეთება. ადგილობრივების მოსაზრებებიც არის, ადგილობრივები ჯერ კიდე ჩართული არიან უკვე პატარა კატარღებით და პატარა გემებით და იჭერენ, იმიტომ რომ არ იჭერდნენ, ხო, და რო არ შემოდიოდა წყალწმიდაზე, მაგალითად ეს სავაჭრო ქსელი არ იარსებებდა ფლოტში, ესე იგი, თევზის ბაზარი და ასე შემდეგ. რაღაცა მაინც არსებობს, ოღონდ პატარა დოზით. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვერ ვიყენებთ. თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიც კი გავაკეთეთ ფლოტში, საკმაოდ სერიოზულად აბინძურებს ზოგიერთი მათგანი გარემოს, მაგრამ ეს ძირითადად მუშაობს სხვა პროდუქცია, ანუ სხვა გემების მიერ მოპოვებულ პროდუქცია მუშაობს და არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ ტერიტორიალური წყლები, სადაც მიდის თევზის რეწვა, არის საკმაოდ მდიდარი, შედარებით სხვა ტერიტორიალური წყლებისა შავი ზღვის აკვატორიაში, ჩვენი არის საკმაოდ საინტერესო, უფრო მდიდარი და ამიტომაც არის სწრაფვა, მაგალითად თურქული გემების შემოსვლისა შიგნით თევზჭერისთვის. ბერკეტი არსებობს, ანუ ლიცენზირება არსებობს, კოტირება არსებობს, ბერკეტი და ეხლა დღევანდელ დღეს ამის დაკვირვებას და მონიტორინგს ახორციელებს სასაზღვრო დაცვა. სასაზღვრო დაცვის კატერები არსებობს, სპეციალური, რომელიც ამაზე ეს პასუხისმგებლობა მათ დააკისრეს, ისინი აკეთებენ გარკვეულ მონიტორინგს ამაზე და უცხო ქვეყნის გემები მოწმდება, რომ არ იყოს აკრძალული იარაღებით, ასე ვთქვათ, თევზაობა. ეს აკრძალული არის ფსკერული ტრალი, მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ფსკერული ტრალის გამოყენება. პელაგიური ტრალის გამოყენება შესაძლებელია. სპეციალისტების მტკიცებით, შავი ზღვის რესურსის რაციონალური გამოყენება და სანაპიროს ინტეგრირებული მართვა არის სასიცოცხლო და აუცილებელი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. თევზი, როგორც სასურსათო უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი და ძვირადღირებული საექსპორტო შესაძლებლობა. ამ ბუნებრივი სიმდიდრის გარდა, ჩვენთვის შავი ზღვა, სპეციალისტების შეფასებით, სატრანზიტო და ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტორიცაა. ამიტომაა აუცილებელი მისი სწორად ათვისება. შავი ზღვა და საქართველო არის სინონიმები. მთელი ჩვენი ქვეყნის ფუნქცია დაივიწყეთ ყველანაირი შუა, ზედა და ქვედა დერეფნები. შავი ზღვა არის, გამო შავ ზღვაზე გასვლა არის, რის გამოც საქართველო არის უმდიდრესი, პოტენციურად უმდიდრესი ქვეყანა და თუ ამას ჩვენ ესე ცუდად გამოვიყენებთ, სხვა იხეიერებს, ისევე როგორც მაგალითად თურქეთის თევზჭერი ფლოტი, რომელიც 100-ჯერ მეტში წერს საქართველოს უმდიდრეს სათევზაო არეალებში, მაგრამ თუ ესე გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ მოხდება მეთევზეობის კოლაფსი და თურქებთან ერთად დავრჩებით ცარიელზე, როგორც ცარიელზე ვიყავით 60 წლის წინ დარჩენილი. ამიტომ დაფიქრება მარტებს, მე გადავდებდი ყველა პროექტს, ჩემზე რო იყოს პირადად, ქალბატონო ბელა, და ვიტყოდი, რომ საქართველოს ჭირდება სანაპიროს ინტეგრირებული მართვის კანონმდებლობა, ჭირდება კარგით თუ კანონმდებლობას არ ღებულობთ სტრატეგია, მართალი გითხრათ, კანონმდებლობას რო ვერ მოუხერხეთ ვერაფერი, მე უკვე ერთხელ ხომ სოფლიო ბანკი გვეხმარებოდა, მეორჯერ ევროპეიდი გვეხმარებოდა და სტრატეგია დავდეთ 2009 წელს. ხო არ შეიძლება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ვიღაცა დაგეხმაროთ. შავი ზღვა არის ჩვენი ევროპული განზომილება. როდესაც ჩვენ აი ამ კანონ პროექტს წერდით, ევროპა არის შავი ზღვა არის ევროპული ზღვა. ბულგარეთი და რუმინეთი ჯერ არ იყვნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და ისინი უკვე სრულუფლებიანი წევრები არიან, უკვე უკრაინაც, მე მგონი რომ თურქეთიც კი ამ პროცესში არის, რუსეთის გარდა ყველა ამ პროცესში ვართ ევროპასთან ინტეგრირების და შავი ზღვა არის ჩვენი გზა, თუ რომელიმე გზა მიდის, ჩვენი მხოლოდ თვითმფრინავის გზა არ მიდის, რეალური ეკონომიკური გზა მიდის, საიდან უნდა გაიაროს შავი ზღვის კაბელმა. სად უნდა გაიაროს, იმაზე არ ვსაუბრობ, საკამათო თემა არის, მაგრამ საიდან უნდა გაიაროს? საქართველოდან. ვისი მწვანე ენერგია უნდა წავიდეს? აზერბაიჯანის? არა, საქართველოს მწვანე ენერგია, ჰიდროენერგეტიკას თუ მწვანე ენერგეტიკა ქვია. ჩვენ აქ მთავარი მოთამაშეები ვართ. ჩვენ მარტო ლამაზი თვალების გარდა, რომელიც ქართველებს გააჩნიათ, ხო? ჩვენ უდიდესი ფუნქცია გვაქვს ევროპისთვის. აი ეს ჩვენი მდგომარეობა ურთიერთობის არის კიდევ ერთი მაჩვენებელი შავი ზღვა რა დღეში გყავს, იმიტომ რომ თავალი მოთამაშე ვართ აქ. მხოლოდ იმის გამო, ლამაზი თვალების გამო არა, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვართ, აფხაზეთზე და სხვა პრობლემებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ თუ კარგად არ მოვექცევით ჩვენ სანაპიროს და ჩვენ შავ ზღვას, ხომ, არანაირი შანსი არ გვექნება ინტეგრირების ჩვენი ძმების და
დების აფხაზეთიდან. კარგი მაგალითით თუ მოვახერხებთ სხვა მეთოდი ჩვენ ვერ მოახერხებთ ამ ინტეგრაციას. კიდევ ერთი ინტეგრირება გვჭირდება. თუ ვერ დაგეგმავს თუ დანერგავს საქართველოს სანაპიროს ინტეგრებულ მართვას, ვერ მოახერხებს იმას, რისი სურვილიც აქვს, რომ როგორი უნდა გამთლიანებული იყოს ქვეყანა. ისევ თევს რომ დავუბრუნდეთ, სპეციალისტების თქმით, ქაფშია საქართველოს ლურჯი ეკონომიკის წამყვანი პროდუქტი შეიძლება გახდეს. მოლუსკების ადგილობრივი წარმოების დიდი შესაძლებლობაც გვაქვს, თუმცა ამ დრომდე მიდიების ფერმა ვერადავერ განვითარდა. აღარაფერს ვამბობთ კოლხურ ზუთხზე, რომელიც გადაშენების საფრთხის ქვეშაა. საბჭოთა კავშირის მერე 90-იან წლებში რომ არა ქაფშია, ჩვენ მოსახლეობა შეიძლება ვერ გადარჩენილი იყო, იმიტომ რომ ზუსტად რაც შემორჩენილი იყო გემები, პატარა გემები, ისინი მოიპოვებდნენ ქაფშიას და ფაქტობრივად ცილოვანი პროდუქტი დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც ქაფშიის მეშვეობით მიეწოდებოდა მოსახლეობას, როცა იყო საკმაოდ გაჭირვება ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ამან გადაარჩინა ბევრი ადამიანი, ასე ვთქვათ, და ცილოვან პროდუქტს აწვდიდა. ანუ იქამდეც კი რომ დასავლეთ საქართველოში კერძებსაც კი ინახავდნენ ზამთრის პერიოდში და სპეციალურად ინახავდნენ, რომ ოჯახში საკვები ყოფილიყო. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სხვა თემაც აქვს, სხვა საინტერესო, ეს არის მოლუსკების თემა, ეს არის მიდიების თემა, ანუ ზღვაში შეიძლებოდა მიდიების ფერმის გაკეთება, ეს წინადადებებიც არსებობდა, სამწუხაროდ დღემდე ვერ განხორციელდა მიდიების ფერმის გაკეთება. ანუ ჩვენ სამწუხაროდ უბრალოდ დაგვავიწყდა ეს თემა, მაგრამ ეს არის საინტერესო თემა ძალიან. საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და მნიშვნელოვანია. ჩვენ ბოლომდე კიდე არ ვიყენებთ შავ ზღვას როგორც პოტენციალს, რომელიც გააჩნია როგორც თევზის და მრეწველობის სახით, რო ჩამოყალიბდეს და სიმართლე რო გითხრათ, ძალიან გვიჭირს, ასე ვთქვათ, ათვისება თევზისა, რომელიც უნდა ავითვისოთ. არაფერს აღარ ვამბობ, ასე ვთქვათ, ზუთხზე, რომ ზუთხიც იყო და არის შავ ზღვაში, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ზუთხი აღვედგინა, რომელიც კოლხურ ზუთხზე არის საუბარი, შავი ზღვის მოცულობა მიმდებარე ტერიტორიებზე და ასე შემდეგ. მოკლედ, თემები არის საკმაოდ ღრმა და ძალიან საინტერესო. მამუკა გვილავას შეფასებით, საუზო მართვის კანონი სტრატეგიული, გარემოსდაცვით შეფასებასთან კვეთაში უნდა ამუშავდეს. სხვანაირად ქვეყანა დარჩება ისევ იქ, სადაც დღესაა. ჯერ კიდევ რომ არ ვიცით, რა უფრო გვინდა, რა უფრო გვაწყობს, რა უფრო მომგებიანია, თევზი თუ ჰესი. ჩვენიერი კანონი მიღებული საუზო მართვის წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი არის აუზებზე დაფუძნებული და იქვე გაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტი და მიუყენოთ ამ გეგმას და მაშინ გადაიჭრება ის პრობლემები, რომ ჯერ ხესები უნდა ვაშენოთ და მერე მართვა დავიწყოთ, თუ ჯერ მართვა უნდა დავიწყოთ და მერე ხესები უნდა ვაშენოთ, ხო? მაგალითს მოვიყვან რიონიდან, თუ ავაშენებთ ნამოხვანის ხესს, რიონში ზუთხი თეორიულად აღარ იქნება. თუ არ ავაშენებთ ნამოხვანის ხესს, არის საშუალება, რომ 9 კილომეტრიანი ჰაბიტატია დარჩენილი, სადაც ზუთხი ჯერ კიდე ტოფობს, ხო? და ეს ჰაბიტატი განვავრცოთ. და ამის შესაძლებლობაც არის. ვეკითხები ხესების პატრონებს, 100 ტრინა მაპატია თუ რუსულად 100 ტრინა გირჩევნიათ თუ ისა რა ქვია ტურბოგენერატორი. მე მგონია რომ კითხეთ ერთი, აბა კასპიის ზღვაში რა ურჩევნიათ? ზუთხი ურჩევნიათ და ხიზილალა თუ რომელიც უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ხესები თუ ზუთხი და ჩვენ ქვეყანას რომელი უფრო მოუხდება? ჩვენ დინარეებში ზუთხი რო იყოს თუ ყველა დინარეზე ყველა ხესები იდგეს, რომლიდანაც არც ერთი კაპიკი ბიუჯეტში არ შედის. დღევანდელი მდგომარეობა ეს არის და სხვათა შორის რიოს რო დაუბრუნდეთ, ხო? მინიმუმ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით ჭრილში შეფასებას გავაკეთებდით, იმიტომ რომ ამას ითხოვს ჩვენი გარემოსდაცვის შეფასების კოდექსი. თევზსა და შიდა წყლებზე როცა ვსაუბრობთ, მამუკა გვილავამ მდინარე ჭოროხის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით შეაფასა. ერთი და იგივე ადგილას შეუძლებელია კონდეს ზურმუხტის საიტი, კონდეს უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიები მარცხენა ნაპირზე,
ჭოროხის მდინარე ჭოროხის, რომელიც ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვინც აფასებს სანაპირო სილამაზეს, ბევრად უკეთესად გამოიყურება ვიდრე მარჯვენა ნაპირი, სადაც გვაქვს ნაგავსაყრელი, გამწმენდი ნაგებობა და ასე შემდეგ, ხო? და ამ ადგილას ერთდროულად ან ზურმუხტვის ქსელის საიტი გექნებათ, ან გექნებათ ვებერთელა ტურისტული განვითარება, რომელიც იცით, რომ კონტროვერსიალურია და იწვევს ამხელა დებატებს. უბრალოდ დებატების ადგილიც არ აქვს. პრემიერ-მინისტრი არ გახლავთ დებატების ადგილი. პრემიერ-მინისტრს ვიღაცამ უნდა ურჩიოს, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები და იცოდეს ეს ყველა ვარიანტები, ოფციები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგრამ როდესაც განკარგულებაში წერია, რომ აი ყველა მხარე დაუჭირეთ ამ პროექტს და შემდეგ დავალებაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, რომ დააკორექტირეთ ზურმუხტის ქსელის საზღვრები, ესევე ეგრევე ჩაერთო ევროპის საბჭო, იმიტომ რომ მასთან უნდა შეათანხმოთ. მასთან არის შეთანხმებით ეს საზღვრები დამტკიცებული და ძალიან გაგვიჭირდება ამ შეთანხმების მიღწევა. ანუ იმის თქმა მინდომ, რომ 25 უფრო სწორად გეტყვით, 20 წლის წინ 12 აპრილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ესე ერქვა მათ მინისტრის სახეზე შესული მსოფლიო ბანკის პროექტიდან კანონ პროექტს არ მიეცა მსვლელობა. არ შეთანხმდა, რომ შეთანხმებულიყო და სახელმწიფოს რო ეთქვა, არა ეს ჩვენთვის მიუღებელია, ვიტყოდით, კი ბატონო, მიუღებელი, მაგრამ არ შეთანხმებულა და დღევანდელი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. არ გავაკეთოთ გონიოში, მე არასოდეს ჩემგან ვერ გაიგებთ, ვერასოდეს რომ პროექტი არ გავაკეთოთ. უბრალოდ უნდა მოხდეს მისი შეფასება, შესაბამისი. იქნებ ჯერ საქართველოს სანაპიროს მართვის სტრატეგია, სანაპირო ზონისთვის სიფცითი განვითარების სტრატეგია დაგვედო, ბოლო-ბოლო დოკუმენტია, ხო? არსად არ გაიქცევა თუ არ მოგვეწონება, ხო? ვიდრე დავიწყებ მშენებლობას ვებერთელა და 6 მილიარდის, ხო? როგორი არის ან სინქრონიზაცია? იქნებ ჯერ დოკუმენტი შეგვემუშავებინა, რომ ჩარჩოები დადგინდეს რა არის შესაძლებელი და რა არის შესაძლებელი. იქნებ ცნობილმა ექსპერტებმა სოფლიოში, კარგით, ხო, სოფლიოში ADB გლობალური ორგანიზაციაა, ხო? სოფლიოში საუკეთესო ექსპერტი შევეცადეთ, რომ მოგვეწვია. იქნებ ისეთი რაღაც გვითხრან, რომ მან უკეთესად გავაკეთოთ. ან საერთოდ გვითხრან, რომ არა, მან ამის გაკეთება არ შეიძლება, ხო? საქართველოში ზუთხის და ზოგადად თევზაობის მდიდარი ტრადიცია არსებობდა, რომელსაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაცოცხლება სჭირდება. სხვადასხვა ეკონომიკური თუ რეგულაციური სტიმულებით, თუმცა მათივე თქმით, ამ მიზნის შესაბამისი პროგრამები ჯერ არ ჩანს. ახლა კი კოლხური ზუთხის შესახებ მომზადებულ შემეცნებით AI ვიდეორგულს გთავაზობთ და ასევე ამავე ფორმატში კალმახის მეურნეობის მოწყობის მსურველებს მცირე რჩევებს მოგცემთ. ზუთხი საუკუნეების განმავლობაში ფასობდა თავისი გამორჩეული ხორცითა და შავი ქვირითით. არქეოლოგიური აღმოჩენები და მოგზაურების ჩანაწერები ადასტურებს, რომ საქართველოში ზუთხის თევზაობისა და მოხმარების მდიდარი ტრადიცია არსებობდა. დღეს მსოფლიოში ზუთხის მრავალი სახეობა გადაშენების ზღვარზეა. სწორედ ამიტომ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო მათი ბიოლოგიის ღრმა შესწავლა და ხელოვნური გამრავლების პროგრამების განხორციელება, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენს წყლებში ორი გვარის 7 სახეობა გვხვდება. სვია, ჰუსო-ჰუსო, ფორეჯი, კოლხური, ატლანტიკური, ტარაღანა, რუსული და პარსული ზუთხი. ისინი გამსვლელი თევზებია. ცხოვრებას ზღვის მარილიან წყალში ატარებენ, ხოლო ქვირითობისთვის ჩვენი მდინარეების სუფთა ნაკადულებს ირჩევენ. ზუთხი ადვილად იცნობა. თითის ტარასმაგვარად წაგრძელებული სხეული, მკვეთრი დინგი, ქვედა მხარეზე განლაგებული პირი და 4 ულვაში, ხოლო ხორბლების ადგილას სხეულზე 5 რიგად განლაგებული ძვლოვანი ფარეკლები აქვს. ეს თითქოს პრეისტორიული იერი კიდევ ერთხელ გვახსენებს მის უძველეს წარმოშობას. ზუთხი ნელამზარდი, გვიანმომწიფებადი და ნაყოფიერი თევზია, მაგრამ გადაჭარბებული რეწვა და ჰაბიტატების დაბინძურება მის პოპულაციას საფრთხის წინაშე აყენებს. საქართველოში დღეს ზუთხის რეწვა მკაცრად რეგულირდება, ან სრულად აკრძალულია. ზუთხის ყოველი ხელოვნურად გამოზრდილი და ბუნებაში დაბრუნებული ლიფსიტა ჩვენს მდინარეში ეს არის შანსი, რომ შავი ზღვის უძველესი ბინადარი მომავალ თაობებსაც შეუნახოთ. არალეგალური ქვირითის უარყოფა და სუფთა მდინარეები ზუთხის გადარჩენის წინაპირობაა. საკალმახე მეურნეობა, წყლის გონივრული გამოყენება და ეკოლოგიური წარმოება. საქართველოში კალმახის მოშენების 3 თანამედროვე ფორმა გამოიყენება: ტბორები, გამდინარე აუზები და ტივტივა ცხაურები. თითოეული მათგანი ეფექტურია სწორ პირობებში. საკალმახე ტბორები.
ტრადიციული მეთოდია, რომელიც მოითხოვს მტკიცე გრუნტს, მართკუთხედ ფორმას, სიგრძე-სიგანე მინიმუმ 4-ის შეფარდებული 1-თან და მინიმუმ 1 მეტრ სიღრმეს. აუცილებელია წყლის სრული განახლება 1 საათში. პირველი წლისთვის ჩასმის ნორმა 607 ცალი მეტრ კუბზე, ხოლო სასაქონლო ეტაპზე 120-140 ცალი მეტრ კუბზე. აერატორების გამოყენებით შესაძლებელია 20 კილოგრამი მეტრ კუბზემდე პროდუქტიულობა. გამდინარე აუზები ეფექტურია მცირე ფართობზე და მაღალმთიან ზონებში. აუზის ზომა შეიძლება იყოს 10-ით 30 მეტრის სიგრძეში და 2-3 მეტრის სიგანეში. მუდმივი წყლის დინება და ჟანგბადით გამდიდრება წარმატების მთავარი პირობაა. ტივტივა ცხაურები პრაქტიკული და ნაკლებად ხარჯიანი მეთოდია. ეს არის ბადით შემოსაზღვრული ტივტივა კონსტრუქცია წყლის ზედაპირზე. უზრუნველყოფს უწყვეტ წყლის ცვლას, ჟანგბადს და ნარჯენების ბუნებრივ გატანას. საჭიროა წყლის ტემპერატურა 18-20 გრადუსი ცელსიუსი, ჟანგბადი მინიმუმ 7 მილიგრამილიტრზე და 1 მეტრი სიღრმე ცხაურის ქვეშ. სწორი სისტემის შერჩევა დამოკიდებულია წყალზე, კლიმატსა და ინვესტიციაზე. კარგად დაგეგმილი მეურნეობა ხდება მომგებიანი და ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესი. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.